დღეს 15 სექტემბერია სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტის სკოლებში ჯამში 2710-მა პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს 1358 პირველ კლასელი ჰყავს. კასპს 435, ხაშურს 515 პირველ კლასელი და ქარელს 402. ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური იყო იმ პატარებისთვის, რომლებმაც დღეს სკოლის კარი პირველად შეაღეს. დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღე ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის სწავლის დაწყება. მე მინდა გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს, მასწავლებლებს, მშობლებს მიულოცოთ დღევანდელი დღე და უსურვო ყველას წარმატებული, ნაყოფიერი, მშვიდობიანი სასწავლო წელი. უნდა აღინიშნოს, რომ 20.174 მოსწავლე დაიწყებს დღეს სწავლას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია. ამასთან ერთად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პირველად შეაღებს სკოლის კარებს 1470 მოსწავლე. აქედან 120 კერძო სკოლის, დანარჩენი საჯარო სკოლის. მე მინდა უსურვო თითოეულ პირველ კლასელს წარმატებული, ნაყოფიერი ის 12 წელი, რომელსაც ისინი გაატარებენ სკოლის კედლებში და მიიღებენ საკმაოდ დიდ ლამაზ ცოდნას და გამოცდილებას. წელს ჩვენ მივიღეთ 33 მოსწავლე პირველ კლასელი. ჩვენი სკოლა, როგორც ხედავთ, არის წეგანაც ვახსენე, რეაბილიტირებული და უკვე მეორე წელია, რაც ამ სკოლაში გადმოვედით. ჩვენთან არის ყველანაირი პირობა, რათა ბავშვები იყვნენ დაცული და ბავშვებმა მიიღონ სათანადო აღზრდა განათლება ჩვენი ქვეყნის სასახელოდ. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია პატარებისთვის. მე არ გამოვტოვდა ვიტყვი რომ მშობლებისთვის და ბებია-ბაბუებისთვისაც ძალიან განსაკუთრებულია, იმიტომ რომ აი დღევანდელი დღეც უნდაც მოწმობს იმას, რომ დილის ნაკადი როცა მოვიდა, აი ეს გაბრწყინებული თვალებით ბებიები, ბაბუები, მშობლები როგორი ემოციებით ხდებოდნენ თითოეულს ბავშვებს და ყველას მინდა მიულოცო განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ზოგადად საგანმანათლებლო სტრუქტურების მხრივ, იმიტომ რომ ყველაფერი შეხედეთ თუნდაც ჩვენ სკოლას როგორი თანამედროვე სტანდარტებით არის გაკეთებული და რა თქმა უნდა ამ სკოლაში სწავლაც ბავშვებისთვის უფრო მეტად სახალიფს, იმიტომ რომ გუნდი, მასწავლებლების გუნდი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებო.